19 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს და გდდ-ს ხელმძღვანელის მოადგილეს მირზა კეზევაძეს. მანამდე მაღალი თანამდებობის პოლიტიკოსებსა და ძალოვნებს სანქციები დაუწესეს დიდმა ბრიტანეთმა, უკრაინამ და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა. ოფიციალურ დოკუმენტში, სადაც სანქციებზე არის საუბარი, არ წერია ყველა იმ პირის ვინაობა, ვიზეც ის ვრცელდება. დასახელებულია მხოლოდ რამდენიმე ადამიანის სახელი და გვარი. პირადად მე ბალტიისპირეთის ქვეყნების შეზღუდვები დიდად სერიოზულად არ მიმაჩნია, ამიტომ ამ ვიდეოში მათ შესახებ არ ვისაუბრებ. ზოგადად სანქციები მაშინ არის ეფექტიანი, როდესაც შესაბამისი სიძლიერის ქვეყანა ან ორგანიზაცია აწესებს მათ, მაგალითად ამერიკა, ევროკავშირი, ჩინეთი და ასე შემდეგ. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ამერიკა საქართველოს მოქალაქეებს სანქციებს უწესებს. 2023 წელს ჯერ მოსამართლეებს დაუწესდათ. შემდეგ იყო ოთარ ფარცხალაძე. 2024 წელს სანქციები გაგრძელდა და შეეხო ქართული ოცნების 60-მდე წევრს. ასევე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელს ზვიად ხარაზიშვილს, იგივე ხარებას. მის ერთ-ერთ მოადგილეს მილერი ლაგაზაურს და ასევე ულტრამემარჯვენე ალტინფოს ლიდერებს კონსტანტინე მარგოშიასა და ზურაბ მახარაძეს. 19 დეკემბერს კი სანქცირებულთა სიას მიემატნენ შს მინისტრი ვახტანგ გომელაური და მირზა კეზევაძე. ისინი მოხვდნენ როგორც SDN ლისტში, ასევე მაგნიცკის სიაში. დარწმუნებული ვარ, ეს დღეები ხშირად გესმოდათ მაგნიცკის სია. დღეს ერთ-ერთი თემა, რაზეც ვისაუბრებ, სწორედ ეს სია იქნება, მაგრამ მანამდე მოდით დავიწყოთ იქიდან, ვინ იყო მაგნიცკი და რა ბედი ეწია მას. სერგეი მაგნიცკი იყო ოდესაში დაბადებული და მოსკოვში მოღვაწე ცნობილი აუდიტორი. ის მუშაობდა მოსკოვში, ამერიკელი მეწარმის უილიამ ბრაუდერის კომპანია Hermitage Capital Management-ში. კომპანია მოქმედებდა რუსულ ბაზარზე, საკმაოდ მსხვილი ინვესტორი იყო და გაზპრომშიც დიდი ფული ჰქონდა დაბანდებული. რაღაც მომენტში ეს ორგანიზაცია კრემლისთვის გახდა არასასურველი და დაიწყო მთავრობის მხრიდან დიდი წნეხი, როგორც ხდება ხოლმე, მაგალითად 2007 წელს ჩატარდა ჩხრეკა. მოგვიანებით მაგნიცკიმ სასამართლოს მისცა ჩვენება, სადაც საუბრობდა, რომ გაშიფრა კორუფციული სქემა, რომლის მიხედვით რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 5.4 მილიარდი რუბლი მოიპარეს და მერე ეს ფული გაათეთრეს. მაგრამ 2008 წელს უკვე მაგნიცკი დააპატიმრეს გადასახადების გადაუხდელობის ბრალდებით. ერთი წელი ყავდათ იზოლატორში, სადაც გარდაიცვალა. რუსული საგამოძიებო უწყება ამბობდა, რომ აუდიტორი გარდაიცვალა გულის უკმარისობის გამო. ამ დროს დასავლური პრესა და მათი წყაროები წერდნენ, რომ მას არ ჩაუტარდა დროული სამედიცინო დახმარება ციხეში, რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა და საბოლოოდ მოკვდა. 2012 წელს ამერიკაში დემოკრატის სენატორის ბენჟამინ კარდინის ინიციატივით კონგრესმა მაგნიცკის კანონი მიიღო. მაშინდელმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ხელი მოაწერა და ძალაში შევიდა. თავდაპირველად ეს კანონი ამოქმედდა იმ პირების წინააღმდეგ, ვისი ბრალეულობაც იკვეთებოდა მაგნიცკის სიკვდილში. 2016 წელს სიტუაცია შეიცვალა და მაგნიცკის სიამ ბევრად უფრო ფართო და მასშტაბური სახე მიიღო. მას დაერქვა მაგნიცკის გლობალური სია. ამერიკულ უწყებას კი საშუალებას აძლევს დაასანქციროს ის ადამიანები, ვინც ადამიანების უფლებებს არღვევენ ან კორუფციაში არიან ბრალდებულები. ასე მოხდა მაგალითად ამ სიაში რამზან კადიროვიც. ანუ მიხვდით ხომ, თავდაპირველად ამ სიის მიზანი იყო, რომ დაესანქცირებინა მხოლოდ ის ადამიანები, ვინც მაგნიცკის მკვლელობაში იყვნენ ბრალდებულები და შემდეგ უფრო გლობალური სახე მიიღო. ახლა ვისაუბროთ იმაზე, თუ რა შეზღუდვები წესდება, როდესაც მაგნიცკის სიაში აღმოჩნდება ადამიანი. პირები, ვინც ამ სიაში მოხვდებიან, რამდენიმე მიმართულებით იზღუდებიან. ფინანსური შეზღუდვა ითვალისწინებს აქტივების გაყინვას. იბლოკება ყველა ფინანსური აქტივი, საბანკო ანგარიშები და ქონება, რომლებიც ამერიკის იურისდიქციას ექვემდებარება. დასანქცირებული პირები კარგავენ წვდომას თავიანთ ფინანსურ საშუალებებთან და ქონების მართვასთან. ეკრძალებათ ნებისმიერი ფინანსური ოპერაციის განხორციელება, მათ შორის სხვა პირები ვერ შეძლებენ ვერანაირ ფინანსური ოპერაციის განხორციელებას დასანქცირებულ პირებთან. მაგალითად, ვერ გადაურიცხავენ ფულს და ასე შემდეგ. შემდეგი არის ვიზების ანულირება და ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე აკრძალვა. ასევე ის პირები ან ორგანიზაციები, ვინც შეეცდებიან სანქციებისავლას და მაგნიცკის სიაში მყოფ ადამიანთან რაიმე სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელებას, მათაც დაეკისრებათ სხვადასხვა სახის სანქციები. ანუ როგორც ხედავთ, სინამდვილეში ეს არის საკმაოდ მძიმე სანქციები და არ არის სახუმარო. საპასუხოდ ქვეყნის პრემიერმა ირაკლი კობახიძემ გადაწყვიტა, რომ ვახტანგ გომელაური ვიცე-პრემიერად დანიშნოს, ხოლო ყველა, ვინც დასანქცირდა მიხეილ ყაველაშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ, სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოვდებიან. გარდა ამისა, კობახიძის თქმით, თუ სანქციების გამო რომელიმე მოხელეს შეექმნება ფინანსური დანაკლისი, სახელმწიფო აანაზღაურებს. ანუ გამოდის, რომ ბიუჯეტიდან აუნაზღაურებენ ფინანსურ ზიანს. ასევე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეკითხვა მაგნიცკის სიასთან დაკავშირებით იყო ის, რომ
შესაძლებელია თუ არა მაგნიტსკის სიიდან ადამიანის ამოღება? ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს და გეტყვით ახლა რატომ. ჩვენ არ გვაქვს წვდომა იმ პირების შესახებ, ვინც იყვნენ მაგნიტსკის სიაში და შემდეგ ამოიღეს. ზოგადად დაუკვირდით, როდესაც პირობითად ფინანსური დეპარტამენტი ამბობს, რომ ჩვენ დაუწესეთ ქართული ოცნების 60-მდე პირს სანქციები. არასდროს წერია, ვინ არის ეს 60 პირი. შეიძლება ეწეროს ვახტანგ გომელაური, ზვიად ხარაზიშვილი და ასე შემდეგ, მაგრამ როგორც წესი, 60-ვეს იდენტიფიცირება არ ხდება. იგივე პრინციპით არის, როდესაც ვიღაცას სანქციას უხსნიან, არ ხდება ზედმეტი აფიშირება. არის პრეცედენტები, როდესაც იღებენ SDNC-დან. SDNC-ა იმართება უცხოური აქტივების კონტროლის მართვის სამსახურის მიერ, რომელიც ექვემდებარება ამერიკის ფინანსთა სამინისტროს. ამ სიაში მოხვედრა ნიშნავს ფინანსური შეზღუდვების დაწესებას. SDNC-ა უფრო ფართოა, მაგნიტსკი კი უფრო ვიწრო. მაგალითად, SDNC-აში შესაძლებელია მოხდეს ადამიანი, რომელიც დაკავშირებულია ტერორიზმთან, ნარკოტიკებით ვაჭრობასთან, ადამიანის უფლებების დარღვევასთან და კიდევ უამრავი მიზეზით. მაგნიტსკის სიაში კი ადამიანების უფლებების დარღვევისა და კორუფციისთვის. ადამიანი თუ მოხდება მაგნიტსკის სიაში, ის ავტომატურად ხდება SDNC-შიც, მაგრამ პირიქით თუ იქნება და ჯერ მოხდება SDNC-ში, არ არის აუცილებელი მოხდეს მაგნიტსკის სიაშიც. ვახტანგ გომელაური ორივეგან არის. არის პრეცედენტები, როდესაც SDNC-დან მოხდა პირების ან ორგანიზაციების ამოღება. ამის შესახებ ღია ინფორმაცია არსებობს, მაგრამ მაგნიტსკის სიიდან ამოღების პრეცედენტი თითქმის არ იძებნება. აპელაციის შემთხვევაში დასანქცირებულმა მხარემ უნდა წარადგინოს უტყუარი არგუმენტები, ფაქტები და ისედაც პროცესი გაიწელება უსასრულობამდე. ერთადერთი ყველაზე სწრაფი და ეფექტიანი ვარიანტი არის, თუ პირველი მხარე, ანუ ვინც დაასანქცირა, ის იტყვის, ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატები იტყვის, რომ ვახტანგ გომელაურმა, პირობითად ვახტანგ გომელაურმა შეიცვალა თავის პოლიტიკური კურსი და აღარ არის იმის საჭიროება, რომ ის იყოს ამ სიაში. ეს რამდენად მოხდება, კითხვის ნიშნის ქვეშ არის. ამ ყველაფრით იმის თქმა მინდოდა, რომ რეალურად მაგნიტსკის სიაში მოხვედრა არ არის სახუმარო ამბავი, საკმაოდ მძიმე და სერიოზული ფინანსური სანქციები არის. ის იდეები, რომ გვაჩვენ ყველაფერზე რეზოლუცია სიმბოლური არის, ის რეკომენდაცია ძალა არ აქვს, სიაში შეყვანაც სიმბოლური არის, სინამდვილეში ასე მარტივად საქმე არ არის. სულ უფრო მეტი იწერება და ისმის იმის შესახებ, რომ ევროპის ქვეყნები სერიოზულად ზრდიან სამხედრო ბიუჯეტს და უფრო მეტ რესურსებს დებენ საკუთარი არმიების გადაიარაღებაში. აქამდე თუ ეს უბრალო საუბრები იყო, ახლა აშკარა პროგრესით შეიმჩნევა. თანაც საუბარია არა მხოლოდ დიდ და ძლიერ ქვეყნებზე, არამედ პატარა სახელმწიფოებზეც, რაც ჩემი აზრით მისასალმებელი არის. მე ვფიქრობ, რომ მშვიდობის ერთ-ერთი გარანტია არის ძალთა ბალანსიც. არც ერთ სუსტ ქვეყანას მასზე ძლიერი სახელმწიფო პატივს არ სცემს. დავიწყოთ იქიდან, რომ ამერიკამ გერმანიაში ქალაქ გრაფენვიორის ბაზაზე, სადაც ამერიკის არმიის საველე არტილერიის 51 ბრიგადაა განთავსებული, დამატებით 321 პოლკის მესამე საველე არტილერიის ბატალიონი გადაისროლა. ისინი შეიარაღებული არიან ჰაიმარსებით, რომლებსაც სამიზნეების განადგურება 150 კილომეტრამდე შეუძლიათ. შემდეგი არის ლიეტუა, რომელმაც გერმანიასთან უმსხვილეს კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის მიხედვით უახლეს 44 ლეოპარდ 2 არვას შეიძენს. ამით შექმნიან სატანკო ბატალიონს. ასევე 800 მილიონი ევროთი გაზრდიან თავდაცვის ხარჯებს. პოლონეთმა სამხრეთ კორეიდან 84 K2 შავი პანტერა მიიღო. ასევე 96 ცალს 2025 წლის ბოლომდე მიიღებს. იგეგმება თვითმავალი артиლერიის მოწყობილობის, კაცხრა თანდერის და 2000-ზე მეტი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის Homark K-ის შესყიდვა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო თვალსაზრისით ყველაზე ძლიერი სახელმწიფო არის პოლონეთი. ყოველ შემთხვევაში ფურცელზე ასე გამოიყურება. მეტიც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ მდგომარეობით ევროპის ტოპ 3 არმიას შორის ერთ-ერთი იქნება პოლონეთი. სხვათა შორის დიდი ხანია ვამბობ, რომ სამხრეთ კორეული წარმოების ტანკი K2 საკმაოდ სერიოზული ტექნიკა არის. თანამედროვე, კარგად აღჭურვილი და იმ არმიებისთვის, ვინც უპირატესობას ანიჭებს მობილურობას და თანამედროვე ტექნოლოგიებს, საუკეთესო გამოსავალი არის. მაგრამ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ფასით შესაბამისი აქვს საექსპორტო ვარიანტები ღირს 10-12 მილიონი დოლარი. როცა ამ დროს პირობითად უკვე კარგად გამოცდილი Leopard 2 A6 ღირს სადღაც 6-8 მილიონი დოლარი. თუმცა K2-ს არ აქვს ჯერ მთავარი, არ არის დატესტილი რეალურ საბრძოლო მოქმედებებში, რაც პირადად ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი კრიტერიუმია. ასევე პოლონეთმა 3 სტრატეგიული უპილოტო საფრენი აპარატი MQ-9B Sky Guardian-ი, 250 უახლესი ამერიკული წარმოების Abrams-ი M1A2 და 32 მეხუთე თაობის გამანადგურებელი F-35 მიიღო. საბერძნეთი კი ებრაული ელბით სისტემისგან შეიძენს
38 ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს პულსებს. ცივი ომის დასრულების შემდეგ, როდესაც მასშტაბური კონფლიქტის საფრთხე მინიმიზირდა, ძირითადად ყველა ქვეყანამ 1-2 გამონაკლისის გარდა დაიწყო სამხედრო ბიუჯეტის შემცირება. ერთი შეხედვით ლოგიკურიც იყო, ხო, იმიტომ რომ რატომ უნდა შეინახო ყველაზე ძვირადღირებული მიმართულება, როდესაც შეგიძლია იგივე ფინანსები მიმართო სხვა სფეროზე, მაგალითად, საზოგადოების კეთილდღეობაზე. ასე გააკეთეს ევროპის ქვეყნებმა. მათი მთავარი სწორება იყო საზოგადოება, განათლება, სამუშაო ადგილების შექმნა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ინვესტიციები უძრავ ქონებაში და ასე შემდეგ. თანაც რომ დავფიქრდეთ, 90-იანებიდან პირობითად 2020 წლამდე მთავარი საფრთხე მოდიოდა ISIS-დან და ალ-ქაიდადან. ესენი კი რბილად რომ თქვათ არიან დაბალ ტექნოლოგიური ბანდფორმირებები, რომლებსაც დასავლური ქვეყნები ყოველთვის გაუმკლავდებიან იმ რესურსით, რაც გააჩნიათ. თანაც მთავარი დამტყმელი ძალა იყო ამერიკა. ამერიკამ განსხვავებით ევროპული ქვეყნებისგან არ შეამცირა სამხედრო ბიუჯეტი, პირიქით რეკორდულად ზრდიდა, მუდმივად ვითარდებოდა, ომობდა, იღებდა გამოცდილებას და ასე ჩამოყალიბდა მსოფლიოში ნომერ 1 ძალად. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ევროპის ქვეყნების ლიდერებმა აღმოაჩინეს, რომ ამ პერიოდში თურმე არმია დასუსტდა. საზოგადოება კი, რომელიც ომის მოლოდინში აღარ იყო და თითქოს ომი გადავიდა უკანა პლანზე, რაღაცნაირად მოეშვა. ამის ერთ-ერთი მკაფიო მაგალითი არის დიდი ბრიტანეთი. ბრიტანელებმა ბოლოს ორჯერ გამოსცადეს ბირთვული რაკეტა Trident-ი და ვერც ერთიც და ვერ იყო წარმატებული. როგორც Sun და BBC წერენ, 2024 წლის თებერვალში ცდას ესწრებოდა თავდაცვის მინისტრი Grant Shapps-ი. რაკეტა საცდელად გაუშვეს წყალქვეშა გემ Vanguard-დან. მას უმტყუნა ამჩქარებელმა და გემთან ახლოს წყალში ჩავარდა. მანამდე ბრიტანელებმა 2016 წელს სცადეს და რაკეტამ ტრაექტორია საერთოდ გადაუხვია. ეს ცდები ბირთვული შიგთავსის გარეშე მიმდინარეობს. თუმცა თითოეული ასეთი რაკეტის გამოცდა 17 მილიონი ფუნტი სტერლინგი უჯდება სახელმწიფოს. ამიტომ ცდიან ასე იშვიათად. როდესაც ეპიზოდზე მუშაობდი, დაახლოებით იმ პერიოდში ტელეგრაფზე გამოვიდა სტატია, სადაც ეწერა, რომ 2024 წლის ოქტომბერში ბრიტანული ჯარი 15119 ადამიანმა დატოვა, ხოლო იმავე პერიოდში 12000-ზე მეტმა ადამიანმა დაიწყო სამხედრო სამსახური. ყოველ 1000 მოსახლეზე 2 ჯარისკაცი ან ჯარისქალი მოდის, რაც ანტირეკორდია. ძირითად მიზეზად სახელდებოდა დაბალი ხელფასები, მაგრამ ახლა რეკორდული 6%-ით გაზარდეს და იმედოვნებენ, რომ კადრების კრიზისი ამ გადაწყვეტილებით აღმოიფხვრება. სხვათა შორის აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ბრიტანელებმა უახლესი და პერსპექტიული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემა დატესტეს. ის არის უნივერსალური და შეუძლია იმუშაოს რამდენიმე სამიზნეზე ერთდროულად. გაანადგუროს ისინი ხმელეთზე, ჰაერში და წყალზე. მოქმედების არეალი 1 კილომეტრამდეა. ასევე უზარმაზარი უპირატესობა არის ის, რომ ერთი გასროლა ჯდება მხოლოდ 14 ცენტი. ამიტომ, როცა ტრამპი აკრიტიკებს ნატოს წევრ ქვეყნებს, აკრიტიკებს სამართლიანად. მთელი ამხელა ალიანსი არ უნდა იყოს დამოკიდებული მხოლოდ ერთ ქვეყანაზე. ტრამპი ახლა აპირებს, რომ სერიოზულად მიაქციოს ყურადღება იმას, თუ რამდენად სწორად და დათქმულად ხარჯავენ ალიანსის წევრები სამხედრო ბიუჯეტს. რა იგულისხმება აქ? 2006 წელს ალიანსის წევრები შეთანხმდნენ, რომ ყველა ქვეყანა ვალდებულია დახარჯოს სულ მცირე მთლიანი შიდა პროდუქტის 2% სამხედრო ბიუჯეტში, მაგრამ რა სიტუაცია ახლა? მინიმუმ 10 ქვეყანა 2%-საც არ ხარჯავს. არა და რუსეთის მზარდი საფრთხის გამო ლოგიკურია, რომ მკაცრად კონტროლდებოდეს ქვეყნების სამხედრო გაძლიერება. შესაბამისად, გამოღვიძება საჭირო კი არა, სავალდებულოა. მე ასე მგონია, რომ მხოლოდ ის ქვეყნები არ იომებენ, რომლებიც ერთმანეთის ძალას პატივს სცემენ. კრემლის უიმედო პროპაგანდისტმა და ყველაფრის მკადრებელმა დმიტრი კისილევმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან დიდი ინტერვიუ ჩაწერა. ჩვენთვის ეს ინტერვიუ იმით შეიძლება იყოს საინტერესო, რომ ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე და ასევე იქნება თუ არა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ახალი დიდი ომი. ამიტომ მოდით რაღაცები განვიხილოთ, თუმცა მანამდე მოგიყვებით, ვინ არის დმიტრი კისილევი, რომ წარმოდგენა შეგექმნათ. ის არის კრემლის ცნობილი რუპორი და პროპაგანდისტი, რასია 24-ის გენერალური დირექტორი და წამყვანი. პროპაგანდისტობა სინამდვილეში ურთულესი საქმეა და შეიძლება არსებობდეს ეფექტური ჭუიანური პროპაგანდა და ასევე ფარისეულური. აი, კისილევი მეორეს მიეკუთვნება. მაგალითად, მისი ინიციატივა იყო, რომ უმცირესობების წარმომადგენლებს, კერძოდ კი გეების გულებით დაეწვათ და დაემარხათ. მალევე აღმოჩნდა, რომ კისილევის რძალი ოლესია არის ლესბოსელების პორნოგრაფიის ვარსკვლავი. ასევე კარელიის რესპუბლიკის 100 წლის თავის მიძღვნილ სიუჟეტში ამ კაცმა კანადის ტბის ტახოს სურათები გამოიყენა და აუდიტორიას არწმუნებდა, რომ კანადის ტბის პეიზაჟები სინამდვილეში კარელიაში იყო გადაღებული. გარდა ამისა, კისილევი გამორჩეულია ზიზღის თესვით და აუდიტორიის წაქეზებით. დაუბრუნდეთ ალიევის ინტერვიუს და ვისაუბროთ თუ რა კონტექსტში გვახსენეს.
თავარი აქცენტი იყო არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც საქართველოში მოღვაწეობენ და მათ გავლენაზე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. ალიევის თქმით, საქართველოში უამრავი არასამთავრობო ორგანიზაცია არის, რომლებზეც პირდაპირ თუ ირიბად მუშაობენ 10,000-ობით ადამიანები. მისი თქმით, ასეთი ორგანიზაციები ერთ დროს აზერბაიჯანშიც ბევრი იყო, თუმცა შესაბამისი კანონმდებლობა მიიღეს და მნიშვნელოვნად შეამცირეს. დღეს აზერბაიჯანში შიდა თუ გარე ორგანიზაციამ გრანტები რომ გასცენ, ჯერ ამ გრანტს სწავლობს სპეციალური კომისია და ალიევის თქმით, ხდება შეფასება, რამდენად შეესაბამება ეს ყველაფერი აზერბაიჯანის ეროვნულ ინტერესებს. პრეზიდენტის განცხადებით, აზერბაიჯანული მედიების 1%-იც არ ფინანსდება უცხოეთიდან. ჩვენ არ ვაფინანსებთ ამერიკის მედიას, შესაბამისად, არც ჩვენ გვინდა რომ იმათმა დააფინანსონ ჩვენი მედიები, ამბობს თვითონ ალიევი. არა და რომ დავფიქრდეთ, ეს რამდენად დადებითად აისახება საზოგადოებაზე, ხო? ნებისმიერი ოპოზიციური ან კრიტიკული მედია, რომ არსებობდეს, საჭირო არის ფინანსები. ისე ხდება, რომ ხშირ შემთხვევაში აფინანსებს ან კერძო ბიზნესმენი, ან ფინანსდება გარედან. აზერბაიჯანში რამდენად არსებობს ოპოზიციური მედია ბუნდოვანია. მე მგონი რომ საერთოდ არ არსებობს. შესაბამისად არ არსებობს არც ალტერნატიული აზრი. ალტერნატიული აზრის გარეშე შანსი არ არის ჩამოყალიბდეს სრულფასოვანი საზოგადოება. ალიევი თვლის, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია USAID-ის საშუალებით დახმარებას თავს ახვევდა. მისი თქმით, რამდენჯერ უარს ეთყოდნენ დახმარებაზე, იმდენჯერ ჯიუტად აცხადებდნენ, რომ უნდა დახმარებოდნენ. რაზეც კისილევმა ამაყად უპასუხა, რომ რუსეთში სულ აიგრძალა USAID. საბოლოოდ ილჰამმა დამნაშავის კვალი, რა თქმა უნდა, მაკრონისკენ წაიყვანა. ვერ ჩერდება თავის ქვეყანაშიო და მაინც საქართველოში უნდა ჩაყოს ახლა ცხვირიო. ასევე მან დაამატა, რომ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ ბრძოლა შედარებით დაგვიანებულია. ხოლო აქ, ანუ საქართველოში როგორ დასრულდება ეს ამბები, კავკასიის და მათ შორის აზერბაიჯანის მომავალზეც იქონიებს გავლენას. ეს არის, რასაც ამბობდა ალიევი. რეგიონალურ კონტექსტში მთავარი თემა, რა თქმა უნდა, სომხეთთან დაძაბული ურთიერთობა იყო. ალიევი ამბობს, რომ პარტნიორები აგრძელებენ სომხეთისთვის ლეტალურ შემტევი იარაღის მიწოდებას, რაც აზერბაიჯანის ეროვნულ ინტერესებს უქმნის საფრთხეს. ეს კი ლოგიკური არის, ხო, როდესაც ორი ქვეყანა არის ერთმანეთში დაპირისპირებული და ომიც ჰქონდათ და აქედან ერთი ქვეყანა იღებს ახალ შეიარაღებას, რა თქმა უნდა, რომ მეორე კონტრზომებს მიმართავს. კონტრზომა ალიევის თქმით ამ შემთხვევაში არის ის, რომ სამხედრო ბიუჯეტს $5 მილიარდამდე გაზრდიან. ალიევი ამბობს, რომ პროვოკაციის შემთხვევაში სომხეთს არანაირი შანსი არ ექნება აზერბაიჯანთან, მათ არავინ დაეხმარება. მაკრონი მათ არ დაეხმარა არც 2020 წელს და არც 2023 წელს, დაუჭერს მხარს სავარაუდოდ, ასევე ამბობს, რომ არ ვიცი, მხარს დაუჭერენ თუ სხვა ადგილს დაუჭერენო, მაგრამ ფიზიკურად არავინ ჩამოვა სომხეთში და არავინ მიიღებს მონაწილეობას ომში აზერბაიჯანის წინააღმდეგ. და ბოლოს ამბობს ასეთ რაღაცას, რომ არავის კონდეს პრეტენზიები შემდეგ აზერბაიჯანის მიმართულებითო. სხვათა შორის სომხეთი ინდოეთთან ნამდვილად მჭიდროდ თანამშრომლობს. მეცაც გეტყვით, ინდოეთის სამხედრო ტექნიკის ყველაზე დიდი შემსყიდველი სომხეთი გახდა. ძირითადად საუბარია სარაკეტო სისტემებზე და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვაზე, რაც შეეხება ბიუჯეტებს. რეგიონში წელს რეკორდული ზრდები ფიქსირდება. რუსეთის თავდაცვის ბიუჯეტი იქნება $134 მილიარდი, თურქეთის 47 მილიარდი, აზერბაიჯანის, როგორც ალიევმა თქვა, 5 მილიარდი, ხოლო სომხეთის 1,7 მილიარდი $. მეზობლებთან შედარებით, საქართველოს სამხედრო ბიუჯეტს საცოდაობასაც ვერ დავარქმევთ. დაახლოებით დოლარში რომ გადავიყვანოთ, ეს არის $620 მილიონი, ანუ სომხეთსაც კი ჩვენზე ორჯერ მეტი ბიუჯეტი აქვს. ის $620 მილიონი კიდე რაში ნაწილდება და როგორ იხარჯება, ეგ ცალკე კითხვაა. ვიცი ახლა ზოგიერთი დაწერს, ჩვენ ომში არ ვართ და არ გვჭირდება ასეთი დიდი ბიუჯეტი, თუმცა მხოლოდ ომი არ არის. მაშინ როცა მთელი სამყაროს სამხედრო ტრენდები იცვლება, აქტუალური ხდება დრონები, დრონებისგან თავდაცვის სისტემები, ეს ზუსტად ჩვენაირ ქვეყნებს ხელს უწყობს, რომ ანგარიშ გასაწევი ძალა გახდეს. საჭიროა კვლევითი ცენტრები, ანალიტიკური ცენტრები, საკუთარი წარმოება და ასე შემდეგ. დღეს სახელმწიფოები კი არა, ქურთების მაგალითზე გასამხედროებული ორგანიზაციებიც კი ცდილობენ არ ჩამორჩნენ ტრენდებს. ამ დროს ჩვენ რით ვართ დაკავებული? ამ კითხვაზე შეგიძლიათ კომენტარებში თქვენ თვითონ უპასუხოთ. დღეისათვის კი ასეთი გამოვიდა გასული კვირის მოკლე შეფასება. და აქ იმასაც ვიტყვი, რომ ადამიანების დიდი ხანია ზოგადად რა ხდება არ გაგვიკეთებია და გზადაგზა ბევრი ახალი გამომწერი შემოგვემატა. მათ შეიძლება არ იცოდნენ, რომ პერიოდულად ვაკეთებთ ასეთ ვიდეოებს, სადაც საუბრობ თუ რა ხდებოდა საინტერესო მოვლენები საქართველოსთან დაკავშირებით ან ზოგადად მსოფლიოში. დღეისათვის კი სულ ეს იყო. დროებით.